რომელი ისტორიასაც მოგიყვები ექსკლუზივია შენთვინ. ხო. დიდი ხანია ვინახა მარსად არა უყვები რა. არც ერთ შოუში არ მომიყოლია. ერთი კარგი ყოჩაღი ბიჭია, კახელი ბიჭია, ქალაქში მუშაობს დისტრიბუტორია რა. ხო. ხო და ბალღი დარჩა ბაღში. გამოსაყვანი იყო ბალღი და დავიწყდა ახლა ერთ მაღაზიაში, მეორე მაღაზიაში რაღაცა იმას პროდუქტს არიგებს და დავიწყდა და ურეკავენ რომ ბალღი წაიყვაო. გაიქცა გულგახეთქილი, მივიდა ბიჭო და სიტუაცია ხვდება ამგვარი რომ მარტო ამის შვილი და ძიძაღა არიან ბაღში დარჩენილი. კაც შვილი აღარ არის რა. ეს ძიძა კიბეებზე ზის, რაღაცებს ტელეფონში რაღაცებს უყურებს, ვიდეოებს რაღაცებს ათვალიერებს და ებალღი კიდე სილაში ზის. აი მხელა პლასმასის კამაზი იყავ. ხო. და იგრია ებალღი შაღონებული უკვე რომ კაპჩით ამ შააკრის იქავე ააყირებს. გაგორებაც ეზარება რა ამ კამაზსა უკვე 5 წლისა. ნეირ შააკრის ააყირებს, შააკრის ააყირებს. ნამდვილი ამბავია. ნამდვილი ამბავია კაცო. და რო დაინახა რომ იქიდან მამამისი მოდის თურმე წამოხდა ებალღი და ეს კამაზი აიღო და დაახეთქა რა დაბლა. მამი სანახარაკამდე შეყალშენა მამამისი. ვიდეო ახლა ისე დაუხერხულობაში ჩავარდა რა თქოს არის ეს მამამისი დაიბნა და ახლა მამამის უნდა რომ ძიძა საჩვენოს რომ არის კარგი მამა რა რომ ბავშვს სახში ესეთებს არასწავლიან და თან უნდა შვილი დატუქსოს ძიძას რა კარგი უნდა გამოჩნდეს თან დავნაშავეა და აქედან მამამისი სანამ იქედანვე მამამისი ეგ უნდა უთხრა რა მამასა შემართლა ეს დასავლე